ფინალისი ვერანდაზე 100,000 ლარი და ავტომობილი მაგთის გრანდიოზული გათამაშება დღეს ზუსტად 22 საათზე იმედის პირდაპირ ეთერში 3 იღბლიანი დოლურას საშუალებით გამოვლინდება. წესები მარტივი იყო, ყოველ ჩარიცხულ სამლარზე 1 ბილეთი მზადება მაგთიკომის ოფისში. შორენა კობალეიშვილის რეპორტაჟი. სამთვიანი მოლოდინი დასრულდა დღეს საღამოს 2014 წლის Range Rover სპორტის მარკის ამ ავტომობილს მაგთიკომის ყველაზე იღბლიანი აბონენტები ბინასთან და 100,000 ლართან ამ ოფისში მოიგებენ. გათამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათის ადრე ჩვენ ახლა გიამბობთ თუ რა გზა გაიარა თქვენმა ნომერმა ვიდრე ამ გრანდიოზულ დოლურაში მოხდებოდა. მაგთის, ბალის, ბანის და მაგთიფიქსის აბონენტებს გათამაშებაში ჩართვა სრულიად უფასოდ შეეძლოთ. ანგარიშზე ერთჯერადად ჩარიცხულ ყოველ სამლარზე იღებდნენ 1 ბილეთს. განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობდნენ პორტირებული აბონენტები, რომლებიც საჩუქრად 5 ბილეთს იღებდნენ. გათამაშებაში მონაწილე აბონენტების ნომრებით ბილეთები დაიბეჭდა სტამბური წესით მაგთიკომის მიერ საგანგებოდ გამოყოფილი სამეთვალყურეო ჯგუფის თანდასწრებით. ბილეთები დაიჭრა ასევე კომისიის მეთვალყურეობის ქვეშ. მოთავს და სპეციალურ ტომარაში და დაილუგა. ტრანსპორტირების პროცესი გაკონტროლდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების და მეთვალყურეების მიერ, რომლებმაც საგანგებო მინი ავტობუსით ბილეთები მაგთის ოფისში გადაიტანეს. მაგთიკომის გათამაშება სამახალისებელ გათამაშებებს შორის ტრადიციულად გამოირჩევა ყველაზე მასშტაბური საპრიზო ფონდით და ამჯერადაც არჩეულებრივ პრიზებს თავაზობ ჩვენს მომხმარებლებს. წარმატებებს უსურვებ ყველას და დაველოდოთ სამ ყველაზე იღბლიან გამარჯვებულს, რომლებიც დაიბედებენ მოგებას და სურვილების ასრულებას. გათამაშებაში მონაწილე აბონენტების ნომრების ბილეთების პირველი შეკვრა გრანდიოზულ დოლურაში მაგთიკომის პრეზიდენტმა თავად ჩაყარა. იღბლიან და ერთგულ აბონენტებს კი წარმატებები ქართულად უსურვა. დოლურაში მოთავსებულ ბილეთებს მთელი ღამე მაგთიკომის ოფისში დაცვა იცავდა. მაგთიკომი ყველას გისურვებთ წარმატებას. ავტომობილ Range Rover სპორტის 2014 წლის მოდელი. განმეორებელი ხედი და გარემო ბინა თბილისში ლისი ვერანდაზე. მაგთის გათამაშება დაბრუნდა და 100,000 ლარი. დღეს საღამოს 10 საათზე მაგთიკომი გრანდიოზულ გათამაშებაზე სამ ყველაზე ერთგულ და იღბლიანი აბონენტის ვინაობას გამოავლენს.